რუსთაველის გამზირზე მოხდარ დაპირისპირებას შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. განსხვავებული აზრის გამო აზრობრივი დაპირისპირება არათუ მისაღებია, არამედ აუცილებელია, მით უმეტეს, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ახდენს აი ამ რეჟიმის ერთგვარ ლეგიტიმაციას, როდესაც მზად არის, რომ მის თამაში მიიღოს მონაწილეობა, ანუ მიიღოს მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. რუსული სპეცოპერაცია არანაირად არ შეიძლება იყოს ჩათვლილი რაღაცა ბრძოლაში ყოფნად. ეს არის ბრძოლაში ყოფნა კი არა, ქოცების თამაში ყოფნა. ამიტომ ქოცების თამაში ვინც შევა და რუსულ სპეცოპერაციაში ვინც შევა, ბუნებრივია საზოგადოების მხრიდან მიიღებს იმ ადეკვატურ პასუხს, რასაც იმსახურებს. ზოგადად დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ, ბუნებრივია და ძალადობის წინააღმდეგი ვარ და რა ვიცი, ყველას მინდა ვთხოვო, რომ ძალადობისგან ბუნებრივია ყველა მაუწყებლად და შეიკავოს თავი. ვიღაც ადამიანებს ბუნებრივად აქვთ რეაქცია, ცუდი რეაქცია იმაზე, რომ ვიღაცებმა თქვეს, რომ რაღაცა ბრძოლის ხაზი ახლა უნდა შეიცვალოს და რაღაცა თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეთ ქართულ ოცნებასთან, ხოლო სამწუხაროდ ამას მოყვა, როგორც ჩანს, ის რეაქციები, რაც მოყვა. რადგანაც არ უნდა განსხვავებული აზრი ქონდეთ ადამიანებს ჩვენგან, ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ საუბარი, თანამშრომლობა, ერთადერთი ვის წყალსისქვილზეც დღეს აი ეს დაპირისპირება და რადიკალიზმი წყალს ასხამს, ეს არის სწორედ ოცნება. და ამიტომ ის აქციელი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველზე, ბუნებრივია არ არის მისასალმებელი. ჩვენ ყველას გვაქვს ბრძოლის საკუთარი ტაქტიკა. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალას პირველივე დღიდან აქვს გაცხადებული, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით, რადგან მიგვაჩნია, რომ არჩევნების გზით შეგვიძლია ოცნების დამარცხება. ვიღაცა სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მიზანი საერთოა, ოცნების დამარცხება. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ ამ მიზნის გარშემო გავერთიანდეთ და ბუნებრივია ის ფორმები, რაც იქ ვიხილეთ, რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო და ჩვენ ამდენ ბრძოლაში იმიტომ არ ვართ ჩართული, რომ ერთი ტიტუშკა მეორე ტიტუშკამ ჩაანაცვლოს. ბატონი გეგელიას დამცველად ვერ გამოვდგები, ნამდვილად ისეთ რაღაცებს კადრულობს ხოლმე ეს ადამიანი, რომ უბრალოდ ყველანაირი საზღვარს არის გასული, ერთ-ერთი ტოპ-20 ნამდვილად არის, შეგვიძლია ვთქვა და როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, ტოპ-20 არ მოსწონთ. კოლექტიურ ნაწარმოებაში გაერთიანებულ ადამიანებს საერთოდ არ მოსწონთ ერთმანეთი, პირდაპირ ერთმანეთის მიმართაც ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებს, ეს გაერთიანება არის ყოველდღე მხოლოდ მიღებული დავალების გარშემო, დავალების შესრულების მცდელობები და ეხლა მიღებული დავალება არის, რომ როგორმე ერთმანეთს ეს ზიზღი რაც აქვს, მათ შორის ერთმანეთის მიმართ გადაიტანონ რეალურად და მათთვის ეს მომგებიანიც კი არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ისევ და ისევ 5 ნომერი და 4 ნომერი უნდა გაათავისუფლონ 9 და 25 ნომრისგან და თითქოს ეს უნდა გაიმიჯნოს, რომ ნაცები არ არის.